92 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. მისი შემოქმედება ქართული კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. ფილმები, შერეკილები, არაჩვეულებრივი გამოფენა, სამანიშვილის დედინაცვალი და სხვა დღესაც რჩება მაყურებლის საყვარელ კინო ნამუშევრებად. რეჟისორი მრავალი ჯილდოსა და ორდენის კავალერი იყო. ბიჭო, მათმევინე სახარი. აგერა გათავდება ომი, გავიმარჯვებ. მე გინდა გაზაფხული გააკეთე და გინდა შემოდგომა. მართალი ხარ ბიბინია. საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე კომისიის მუშაობის ეტაპები შეაჯამა. წულუკიანმა ასევე განმარტა, რას დაეფუძნენ დასკვნის შედგენის დროს და რა პრინციპით მუშაობდნენ. როგორც მან აღნიშნა, დასკვნა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი, ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან αφილირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს თუ რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. დასკვნა შევადგინეთ რამდენიმე თავად. თავარი სტრუქტურა მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელ აღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილია ყველა მასალა. თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას ჩადენილ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებს და დარღვევებს. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის გასაგები მიზეზების გამო თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს. ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა განმარტებების შედეგად. იქნებოდნენ ეს გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რასაკვირველია თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს და ეს არის 2012 წლიდან დღემდე სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი. ბათუმელებისა და ნეთ გაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა სასამართლოში დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას ის არ გაურბის და მისი ქმედება კანონით გათვალისწინებული მუხლით უნდა შეფასდეს. ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად კი სასამართლოს გარე პერიმეტრზე შეკრებილია მისი კოლეგები
მეგობრები და მხარდამჭერები. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულად დააკავეს, შემდეგ გათავისუფლებული იყო, თუმცა შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩანაცვლებით მკურნალობაზე პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო. კერძო სერვისებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა დღეიდან შესაძლებელია. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, რომლებიც მანამდე სერვის კერძო სუბიექტებისგან იღებდნენ. ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში პროცესი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 15 საათიდან 18 საათამდეა შესაძლებელი. რეგისტრაციის გავლა ხდება ონლაინაც. იწყება ბენეფიციარების რეგისტრაცია ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ აღნიშნული პროგრამასთან დაკავშირებით კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ის კერძო სუბიექტები, რომლებიც ახორციელებდნენ მსგავსი სერვისების მიწოდებას ბენეფიციარებისთვის, მათ აეკრძალათ ამ სერვისის გაწევა. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღკვეთილი იყოს თითეული ის ფაქტი, როდესაც ხდებოდა გარკვეული ბენეფიციარისთვის არასაჭირო ოდენობით გარკვეული ნივთიერებების მიწოდება და შემდგომ ხდებოდა ხოლმე ამ ნივთიერების არაკანონიანი ნივთიერების გავრცელება.